გამარჯობა, დღეს განვიხილავთ StarSense X-Roller LT70-ის. მოდით დავიწყოთ. პირველ რიგში რასაც ვაკეთებთ, როდესაც ყუთს გავხსნით, ყველა კომპონენტი, რაც კი ყუთში არის მოთავსებული, აუცილებლად უნდა ამოვალაგოთ და დავაწყოთ ისე, როგორც ხედავთ კადრში. თების ესე განთავსება ასევე მოცემული არის ტელესკოპში არსებული აწყობის ინსტრუქციაში, ძალიან მარტივი ინსტრუქცია აქვს, ილუსტრირებულია, ასევე არის დანომრილი, ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორ უნდა მივყვეთ. მოკლედ, დავაწყობთ ჩვენს ყველა კომპონენტს, რაც ყუთში გვაქვს ერთ ადგილზე ლამაზად. მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ აწყობას. პირველი, რასაც ვაკეთებთ, არის ეს, რომ უნდა გავშალოთ შტატივი. შემდეგ მოვათავსოთ თარო, შემდეგ მოვათავსოთ თუბი სადგარზე და დავუმაგროთ ყველა პატარა კომპონენტი. ამას ყველაფერს ახლა ნელ-ნელა გაჩვენებთ. როგორც გითხარით, პირველი შლით სადგარს. ასე შეიძლება სადგარი. ასე. შემდეგ ვიღებთ ლინზების თაროს. გარდა იმისა, რომ ეს არის ლინზების თარო, ასევე გვეხმარება, რომ შტატივი იყოს პარად, გაშლილ მდგომარეობაში და მარტივად რომ არ დაიკეცოს. ახლა რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ უნდა ავიღოთ თუბი და დავამაგროთ სადგარზე. ტელესკოპს აქვს ორი სამაგრი და მესამე. მოკლედ ეს რაში გამოიხატება? ტელესკოპს აი აქ ერთი სამაგრი აგერ აქვს, მეორე სამაგრი აქ არის. და მესამე არის ეს. ახლა გაჩვენებთ, როგორ უნდა მოვათავსოთ სადგარს. პირველი აი ეს რაც არის, ვათავსებთ აი აქ. შემდეგ ტელესკოპს ვავჩიგნით, ვაფიქსირებთ დაბლა და პირველი ვუჭერთ აი ამ ღილაკს, რომ არად იყოს ჩადებული ტელესკოპი. შემდეგ ვიღებთ ორ სამაგრს, რომელიც გვერდებზე უყენდება ტელესკოპს. ახლა რა ვქნათ ჩვენ? ავწიოთ ტელესკოპი მაღლა და როგორ უნდა ავწიოთ? ეს დამჭერები, რომელიც მოვათავსეთ, ოდნავ დავუშვებთ, ამასაც ოდნავ დავუშვებთ და ტელესკოპს დავაწვევით ნელ-ნელა დაბლა. შემდეგ ისევ დავაფიქსირებთ უკან ამ დამჭერებს და მივიღებთ ესეთ კომბინაციას. შემდეგი რაც არის კომპონენტი, ეს არის მობილურის დამჭერი ადაპტერი. მობილურის დამჭერი ადაპტერია და არა ფოტოების გადასარევი. ამ სერიის ტელესკოპებს StarSense-ებს მოყვება თავის აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ღამის ცაზე ძალიან მარტივად ვიპოვოთ ჩვენთვის ასურველი ობიექტები. გააქტიურება როგორ ხდება? ჩვენს მარკეტებში ჩავწვეთ ამ დასახელებას, როდესაც გადმოწვეთ ამ აპლიკაციას, ვიპოვით აი ამ ლოგოთი, გადმოწერთ, შევიყვათ ლიცენზიის კოდს, რომელიც შიგნით უდევს ტელესკოპს ყუთში, დაგვჭირდება L-პოსტა. ავიჩებთ სასურველ მოდელს და გავააქტიურებთ. ამის შემდეგ მივიღებთ სულ ცდომას ჩვენს აპლიკაციაზე. აქაც გვაქვს ორი დამჭერი, დავუშვებთ. თავის ჩასასმელი აქვს. ჩავდებთ და ისე უკან გადავუჭერთ. ამას გამოვწერთ და ჩვეულებრივად მოვათავსოთ მობილურს. შემდეგი რაც არის, ეს არის ვამაგრებთ უკვე Star Pointers. ეს არის Star Pointer-ი. წინა ვიდეოს ვნახავდით და მოისმენთ უკვე გეცოდინებოდათ რისთვის არის, თუმცა ახლა მაინც კიდევ ერთხელ აგიხსნით. ეს არის სამიზნე, რომელიც ვაგდება ტელესკოპზე. ტელესკოპი და სამიზნე უნდა გასწორდეს ერთ წერტილზე, ანუ ორები უნდა უყურებდეს ერთ წერტილს. შემდეგ, როდესაც ჩავთავთ ამ ჩვენ Star Pointers, გაინთება შიგნით წითელი ლაზერი და დაკალიბრების შემდეგ ამ წითელ ლაზერს რა ობიექტსაც ვიუშვებთ და გავხსნით ფოკალურ მილს, ის გამოგვიჩნდება ჩვენს ტელესკოპში. ცოტა დავწევ ახლა მე ჩვენს ტელესკოპს. ისე. შემდეგ ვათავსებთ უკვე ტელესკოპში გამოსახულების მასწორებელს, იგივე პრიზმას. აუცილებელი პირობაა, რომ გამოსახულების მასწორებელი იყოს სწორი და არა მარჯვნივ ან მარცხნივ გადახრილი გადმოხრილი. ვასწორებთ შუაში, ვაპოზიციონირებთ და ვამაგრებთ. და ბოლოს უკვე ვსვავთ ლინზას, რომლის დახმარებითაც უკვე დავინახავთ სუფთად ჩვენ ობიექტს. საერთო ჯამში ტელესკოპი უკვე სრულად არის აწყობილი, სიმაღლე შეგვიძლია თქვენი სულისამებრ აკონტროლოთ და დააკვირდეთ იმ ობიექტებს,
რომლის ნახვაც გაინტერესებთ ღამის ცაზე. მოწმინდი ცას გისურვებთ.